საინტერესო რომ ექიმი გოგი ჩახუნაშვილის დასაკავებლად მივიდა პოლიციის განუსაზღვრელი რაოდენობა, რის გამოც დრო ვიხელთეთ BMW-შიკებმა და ჩინელების დასახლება ავადმყოფი ვარკეთილში. 5 ოქტომბრის მერე პოლიცია აღარ კეტავს რუსთაველსო და ვინ დაკეტავდა. აგერ 71 წლის პედიატრი კაცის საყვანა იგეგმებოდა ძმაო თურმე. შენ ხო არ ღადაობ, იქ ერთი შეცდომა და დაითესებე ექიმი. ექიმ შენ დაეწევი მერე? იცი რამდენი ექიმია მიმალვაში? მერე სადღაც ვიღაცას ეს გადამალული ექიმის სიმთვრალეში ეტყვის, ყველაფერზე ანტიბიოტიკს ნუსვამო და ეგრე პოულობენ და იჭერენ ეგეთ ექიმებს. თან ექიმ ჩახუნაშვილის შვილიც პედიატრი ყოფილა. მეორე შვილიც პედიატრი ყოფილა. ასეა, ვისაც ბავშვები ყურს, იმასთან ომი უნდა და რევოლუცია. ზოგადად ეგრეა, სამი პედიატრი ოჯახში ისე მართლა სიგიჟია. მაგ ოჯახში რო ვიყო ბავშვი და სურდო მომცეს, მაგრად გამიტყდება. მინიმუმ 16 წლამდე არ უნდა დააცემინო ბავშვმა წესი. რაც თავარი ექიმ ჩახუნაშვილს, რომელიც სპეცრაზმით ISIS-ით საფრანგეთის ლეგიონით 300 სპარტელით 5 დრონით და 6 ტანკით დააკავეს, შეუფარეს 20,000 ლარიანი გირაო, რომელიც 15 წუთში შეგროვდა და ბატონი გოგი უკვე გარეთაა. როგორც ხოცებს ჩვევიათ, ფული არ ჩვენ გვენანება ერთმანეთისთვის, როგორც ბატონ ბიზნეს ჩვევია. მოკლედ ექიმი ისევ გარეთაა ქუჩაში, ლაღად დადის და ფრთხილად ხალხო. ფრთხილად. ეგ კაცი როდის უნკურნალებს თქვენს ბავშვს არ იცით. როდის რა წამოულის და თქვენს შვილის გამოჯამთელებაში დაეხმარება არავინ იცის. 100 თვალი და 100 ყური გინდათ.